მარე ბატონი მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. Რამდენიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით, რომელთა დააყრდნობით ხელისუფლება ასკნის, რომ ეს არის მორიგი სქემა საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად. პირველ რიგში რას უპირისპირებთ ამ ცდილობებს, არის თუ არა თქვენ მიერ ბოლოს წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, აი ამ სქემის საპირწონე ნაბიჯი და რაც მთავარია, როგორი პასუხი შეიძლება მოხდეს ამას ბრიუსელიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი ევროკომისრის ღია განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება თანხებს და დაფინანსების გზები უნდა მოვიძიოთო, მე მგულისხმობ მარტა კოსის რამდენიმე თვის წინანდელ განცხადებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამიტომ მივესალმოთ თქვენს მაყურებელს და სანამ ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვას უპასუხებდი, აუცილებლად მინდა გამოეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ მონაცემებს, რომელიც საჯარო გახდა საზოგადოებისათვის, რომ 2025 წელს დანაშაულის გახსნის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს 70%-ს გადასტა და ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირში არის უკეთესად დაცულ და უსაფრთხო გარემოსთან, მართლწესებთან და უსაფრთხოებასთან, რომელიც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მოქალაქეს ეხება. ამიტომ ჩვენი მადლობა ეკუთვნის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მის მოადგილეებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით ერთგულად ემსახურება ჩვენ სამშობლოს საქართველოს. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, პირველ რიგში ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ქმედებისთვის ჩვენ გვექნება დემოკრატიული პასუხი და ეს პასუხი იქნება ძალიან ძლიერიც და სამართლიანიც. როდესაც კონკრეტული ევრობიუროკრატები პირდაპირ საჯაროდ უტიფრად ამბობენ, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს იმისთვის, რომ საკუთარი აგენტურა დააფინანსონ, რა თქმა უნდა, ეს შემოჩნეველი არ დარჩება ჩვენ საზოგადოებას. ვინაიდან ესეთი თანხები და ესეთი დაფინანსებები არ ხმარდება დემოკრატიების გაძლიერებას. პირიქით, მათი მიზანი არის ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის წინსვლას. და რა თქმა უნდა, ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას ჩვენ არავის არ ვიცით. ის ფაქტი, რომ ესტონეთში ათეულობით ორგანიზაცია არის დაფუძნებული, რომლებიც ფიქტიურია თითოეული მათგანი და ჩვენ ნახეთ ის ადგილმდებარეობებს, სადაც ეს ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები ფუნქციონირებენ, ხო, ზოგი აღმოჩნდა, რომ ლიანდაგზე ფუნქციონირებს, ზოგი რაღაც გაურკვეველ შენობებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ცდელობა, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. სინამდვილეში ასაკვირველია, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკმაოდ სუყე და მსხვილი დაფინანსება მიიღონ იმისათვის, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული საქმიანობა აწარმოონ საქართველოში. ჩვენ ხო ვიცით ეს ორგანიზაციები ვინ არიან. ზუსტად ისინი წარმოადგენენ რბილ ძალას ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების კი არა, ჩვენი ხალხის საზოგადოების ინტერესი არის, რომ მას ამოუწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ყველა მსგავსი ტიპის ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ. საიდან იღებს, როგორ იღებს და სად ხარჯავს. იმიტომ რომ ინფორმირებულობა, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ძალები რბილი ძალით გამოდიან და გებრძვიან, მაღალი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა საზოგადოებაში არის პრევენცია ზუსტად იმისა, რომ მათ მსაკული გეგმების განხორციელება ვერ შეძლონ. ფაქტი არის, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები და მომავალში დავიცავთ და ესეთი ჩაბმული საქმიანობით ვერაფერს ვერ გახდება ჩვენს ქვეყანაში და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი იქნება მათთვის. და რაც შეეხება ბრიუსელის შესაძლო პოზიციას, ჩვენ გავიხსენეთ აგერ ევროკომისრის განცხადება, მე გაგახსენეთ კითხვის ბოლო ნაწილში, მარტა კოსის ნოემბრის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვის მივცემთ ფულსო და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის დასაფინანსებლად, ასეთი იყო ამ განცხადების შინაარსი და მსგავსი განცხადება, ვთქვათ, გამამხნევებელი მოჰყვა ასევე ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენასაც. ამიტომ რა მოლოდინი გაქვთ ახლა? პირველ რიგში საქართველოს მთავრობა კი არა ქართველი ხალხი აკვირდება
ამ ყველაფერს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და ხალხი ერთად ვაკვირდებით იმისთვის, რომ ანტიქართული საქმიანობა ვერავინ ვერ განახორციელოს, მით უმეტეს თავის არში დანაშაულებრივი. მეორეს ხო ჩვენ ვხედავთ ეს განცხადებებს, რომლებიც სინამდვილეში მოკლებულია ყოველგვარ ჯანსაღ შინაარს და პირდაპირ შეიცავს ისეთ მოწოდებებს, რომელიც კანონის უზენაესობის უგულებელყოფისკენ არის მოწოდებული და ესეც საინტერესო პრაქტიკა ჩამოყალიბდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება იყო კანონის უზენაესობა. და დღეს ევრობიუროკრატებისგან რასაც ვხედავთ, ისინი ფეხქვეშ თერავენ კანონის უზენაესობის პრინციპს. და საკუთარი თავები გონიათ სტრასბურგის მოსამართლეებიც, პროკურორებიც, ადვოკატებიც და ყველაფერი, მაგრამ ფაქტი არის, ესეთი განცხადებები, ესეთი პოზიციონირება ფასდაკარგულია ჩვენი საზოგადოებისათვის, ვინაიდან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ სინამდვილეში მათ არც მედია აინტერესებთ, არც სამოქალაქო სექტორი, სრულიად სხვა ინტერესები აქვს და ამ სახელებს ამოფარებული ცალკეული ორგანიზაციები, რომლებსაც მართლაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც მედია საქმიანობასთან, არც ადამიანის უფლებების დაცვასთან და არც დემოკრატიული პრინციპების გატარებასთან, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ ესენი სინამდვილეში არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღედაღამე ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ძალადობრივად როგორ შეძლონ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში. აი ეს არის მათი ერთადერთი მიზანი და ამოცანა. რომ სინამდვილეში არც მედიას წარმოადგენენ და არც NGO-ებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი ფარისევლური მიდგომები არის პოლიტიკაში, ეს იქნება აღკვეთილი, ვინაიდან უცხოური დაფინანსება ნებისმიერი თავმოყარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში არის აკრძალული. და ეს აკრძალვა ყველგან, ვისაც ადარდებს საკუთარი დემოკრატიას და სუვერენიტეტით, ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული და სწორედ ამიტომ, ვინც როგორც არ უნდა შეეცადოს შავბნელი გზებით სადოს კანონის გვერდის ავლა, ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის არ მივცემთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ბატონ რატი, აი ამ ახალი საკანონმდებლობათა პაკეტის мотивაციად დასახელდა, რომ ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა გარედან არეულობის დასაფინანსებლად, მაგრამ როცა თქვენ ამ მიზანს ასახელებთ, ეს ნაბიჯი თქვენს ოპონენტებში უკვე შეფასდა, როგორც 6 წლიანი პატიმრობის მუქარა ნებისმიერი იმ მოქალაქისთვის, საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც უცხოეთიდან იღებს ნებისმიერ თანხას და ნებისმიერი ანაზღაურებისთვის მაგალითად და ეს არის 6 წლიანი პატიმრობის მუქარა იმისთვის, რომ ფიზიკური პირებისთვისაც, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე საქმიანი კავშირი. აი ამ ნარატივს როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება? არ არის დღეს ეს საფრთხეები, რაც შეიძლება შეაშფოთოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ესენი არის ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებენ, ან არ იგებენ. ან საერთოდ კითხვის უნარებიც არ გააჩნიათ საბოლოო ჯამში. და ფაქტობრივად ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მათ ისეთი არგუმენტები ყოველთვის ეფუძნებოდა ერთგვარ დეзинფორმაციასა და სიცრუის ტირაჟირებას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გამჭვირვალობის კანონს, რაც ვიღებდით ჩვენ, ხო, ამასაც უწოდებდნენ რუსული კანონი და რატომ, როცა ვავდით კითხვას, ამაზე პასუხი არავის არ ჰქონდა. იმიტომ რომ არგუმენტები არასდროს არ იყო მათ მხარეს ყოველთვის იყო სიცრუე და დეзинფორმაცია. ჩვენ საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ გამჭვირვალობის კანონი საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი. და ეს არის ფაქტი. ამიტომ დღესაც ეს არის პროცესი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სიფხიზლე. ვინაიდან სხვადასხვა ძალები და ამას ღიადაც ამბობენ, ხო? მარტაკოსის განცხადება რო გავიხსენოთ, ეწებენ ისეთ გზებს, რომ კანონის გვერდის ავრით შავი ფული შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში პირველ რიგში. ეს არის მათი მიზანი. და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ და სუვერენულ ინტერესებს. ამიტომ ეს არ იქნება დაშვებული და აი ეს არგუმენტები, რაც ახლა გვესმის, ყველაზე მეტად იმას აჩვენებს, რომ მათ წინაშე მათ მხარეს არანაირი არგუმენტი არ არის სინამდვილეში. და ისევ სიცრუე და დეзинფორმაციით უნდათ ფონს გასვლა. ერთი გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული კანონი და მეორე ახლა ეს ეხება ყველა მოქალაქეს და ასე შემდეგ. ეს ეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძირი ეთხრება მათ შავბნელს რახობს. ბატონ რატი, თქვენ გაიხსენეთ
გახსენეთ გამჭვირვალობის კანონი. ხომ გამჭვირვალობის კანონის შემდეგ იყო ფარას ანალოგი, შემდეგ იყო გრანტების კანონში ცვლილება, ხომ მთავრობის ნებართვა როცა გახდა სავალდებულო, ახლა კიდევ უფრო მკაცრდება კანონმდებლობა. ანუ ფიქრობთ, რომ ეს არის თქვა პროცესის ბოლო ეტაპი და ამის შემდეგ აღარ რჩება მექანიზმები, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლა შეეცადონ დაინტერესებული პირები ან ძალები? იცით რა არის, აი ყველა ეს კანონი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, საბოლოო ჯამში ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. ეს მიზანი იყო და არის ინფორმირებული მოქალაქე და ამავდროულად ერთ ვალდებულებას აწესებდა. და ეს ვალდებულება იყო საკუთარი შემოსავლების ფინანსების დეკლარირება. მეტი არაფერი. და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები სწორედ ამ ყველაფერს გაურბოდნენ. ერთი ისინი როდესაც დეзинფორმაციას და სიცრუეს ავრცელებენ, სწორედ იმიტომ, რომ ინფორმირებული არ იყოს მოქალაქე და ამას შეუშალონ ხელი და მეორე, რა თქმა უნდა, არ აწყობ დაფინანსების დეკლარირება, ანუ გამჭვირვალობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო მათი რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ჩვენ ძლიერი ვართ თითოეულ არგუმენტში და თითოეული მიმართულებით რასაკვირველია და ეს სიძლიერე განპირობებულია ჩვენი სამშობლოს ერთგულებით. პირველ რიგში, აქედან გამომდინარე, მთავარი არის ეს პრინციპი, რომ ვის რა მცდელობაც არ უნდა კონდეს, რომ ანტიდემოკრატიული პროცესებით გავიდეს ფრონტს საქართველოში, ჩვენ ამის უფლებას არასდროს არ მივცემ და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ქართულ დემოკრატიასაც და ჩვენ სახელმწიფოს. ბატონატი, ბოლო დროს ისევ დაიწყო საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია სხვადასხვა დასავლურ პლატფორმაზე, განსაკუთრებით ბოლო დროს კეთდება აქცენტი ადამიანის უფლების დარღვევის თემაზე. ამაზე იყო ასევე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლისგან კრიტიკა ჟენევაში კვირის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე. თქვენც იმყოფებოდით იქ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში. ეს თემა გახდა ერთ-ერთი მოტივი ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებისა და აი ამ ხელმომწერებმა რამდენიმე ქვეყანა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ითანამშრომლობს აი ამ პროცესში. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ პროცესის გაგრძელება და ერთგვარი თანამშრომლობა? რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, რომელსაც მე ნამდვილად ვესწრებოდი და ამ მხრივ ძალიან კარგად გამოჩნდა ერთი რამ. აი ეს ქვეყნები, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი სუვერენიტეტი და სხვისი აზრებით გამოდიან. მათი გამოსვლები ჩვენ ნახეთ როგორიც იყო და ამავდროულად ნებისმიერი ის ქვეყანა, რომელსაც გულწრფელად და ობიექტურად დაინტერესებს ადამიანის უფლებების დაცვა, ის პოზიტიურად აფასებდა ჩვენს ქვეყანას და იმ საქმიანობას, რომელიც ჩვენ ქვეყნის ამ მიმართულებით აქვს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებოდნენ, ეს საიდანაც როგორც წესი გვესმის ხოლმე ესეთი კითხვები, მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტები. ჩვენ ყველა არგუმენტში ვართ ძალიან ძლიერები და ჩვენ დასაბუთებით შეგვიძლია ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ. და ჟენევის ფორმატმა სწორედ ეს გამოაჩინა და მათი მოთხოვნები რა იყო ძირითადად და თქვათ ესე თქვათ სურვილები რაში იყო ხო რომ ისევ და ისევ ის რომ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი რომ ესე თქვათ ხავერთონად გადავაბაროთ ხელისუფლება იმას ვის მათ მოწონდა და ასე შემდეგ დაახლოებით აი ესეთი არარელევანტური პოზიციები მოვისმინეთ მათი მხრიდან მაგრამ ჩვენ თითოეულ კითხვას გავეცით ამ უწურავი პასუხი და მე ვფიქრობ რომ ვინც ამ დისკუსიას ადევნებდა თვალს ნებისმიერი ამაში დარწმუნდებოდა და ჩვენ ღიად და არგუმენტირებულად ვისაუბრეთ რომ ადამიანის უფლებების დაცვა წლიდან წლამდე ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით და ამას კონკრეტული როგორც საერთაშორისო ობიექტური და ავტორიტეტული კვლევები და ინდექსები აფუძნებს ასევე კონკრეტული კანონშემოქმედებითი თუ სხვა პროგრამებით და პროცესებით არის ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი და მეორე მხარესაც ხადია იქ არანაირი არგუმენტები არ გაჟღერებულა და შესაბამისად რა თქმა უნდა ისეთი რეკომენდაციები რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ეროვნულ ამოცანებთან და ინტერესებთან ის ვერ იქნება გაზიარებული ჩვენ რა შეეხება ამ მექანიზმს ბატონატი რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ მოსკოვის მექანიზმზე მეკითხებით სავარაუდოდ ეს ინიციატორიც არის პოლონეთი ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ რომ აი ბატონმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი დაკავშირება მოახდინა რომ ჩვენ გვახსოვს პოლონელი ეგრეთ წოდებული ექიმი რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და იპარავდა სააკაშვილის ასე ვთქვათ ხერხულია ბოლომდე თქვა ის რასაც იპარავდა ის წინამდვილეში და ხა იმ ქვეყნის წარმომადგენლები ასევე
თქვა, მოსკოვის რაღაც მექანიზმი, ჯერ ეს სახელწოდებაც ხო გასაგებია საიდან და როგორ მოიტანეს, ესეც უბადრუკი მცდელობა არის გარკვეული, ასე თქვა, დეзинფორმაციული ცილისწამებული კამპანიის წარმართვისა მათი მხრიდან. საკურველად ჩვენთვის ესეთი ტენდენციური ინიციატივები არ არის საინტერესო, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ევროპარლამენტშიც მიღებული ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი პირდაპირ შეიძლება ითქვას და დანაშაულებრივიც კი რეზოლუციები, როდესაც ფაქტობრივად ითხოვდნენ საქართველოს, რომ გაეუქმებინა კანონის უზენაესობა და პირდაპირ თხოვდნენ საქართველოს, რომ დაგვეხია სტრასბურგის სასამართლოების კონკრეტული ვერდიქტები, იმიტომ რომ მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე უნდათ მოეწერათ ხელი. მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტებზე უნდა იდგეს პირველ რიგში ევროკავშირი. ეს ჩვენთვის მართლმადიდებელია ხურცელია, მეტი არ და სხვათა შორის აი ჟენევის ფორმატში მათ მოუწიათ მოესმინათ ზუსტად იმ დანაშაულების შესახებ ამოწურავ ინფორმაცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოში და რომელიც კონკრეტულ ვერდიქტებში არის მოცემული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. და ჩვენ ასევე ვუთხარით მათ, რომ თუ ინტერესი ექნებოდათ, გაუზიარებდით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს, რომელმაც ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა საკონსტიტუციო სარჩელისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც არის ინგლისურ ენაზეც და რომელიც ხელმისაწვდომია და მათ შეუძლიათ ამის გაცნობაც. აქედან გამომდინარე, მათ მოუწიათ ამ ყველაფერზე მოესმინათ ჩვენგან და აქვე აღნიშნავ, რომ არც ერთ მათგანს ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ კონკრეტულ არ ქონიათ ისე გაიპარა ზოგიერთი მათგანი გაეროს ჟენევის დარბაზიდან. დიდი მადლობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იყო დღის ქრონიკის